გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო, დამსვლის საზოგადოებას. დღის წესრიგი დარიგებულია, ქორუმი გვაქვს. 4 საკითხი გვექნება დღეს განსახილველი. გთხოვთ დავამტკიცოთ აღნიშნული დღის წესრიგი. მადლობა. პირველი საკითხი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონში რადიაციული დაცვის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, მოხსენებელი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუკოვაია. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ რადიაციული დაცვის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას დასახელებული კანონის გარდამავლებულებებში, კერძოდ გარდამავლებულებებში იყო ჩამოთვლილი მრავალპუნქტიანი სია იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, რომელთა მიღებაც მთავრობის მიერ იყო გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ახალ მოდელზე გადასასვლელად. მოგეხსენებათ, რომ ეს კანონქვემდებარე აქტები ძალზე სპეციფიურია და მათი შედგენა, მათი აპრობაცია, ადაპტაცია საქართველოს პირობებში მოითხოვს თანამშრომლობას ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან. დიდი ნაწილის, მთავარი ნაწილის შედგენას და გამოცემას ვასწრებთ 1 იანვრამდე, ამიტომ ეს მუხლი იყოფა და როგორც იყო დაგეგმილი ის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 9 ამ კანონქვემდებარე აქტების დარჩება ისე 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსაცემ სიაში, დანარჩენ ნაწილზე გადავადება ხდება 1 წლით 2027 წლის 1 იანვრამდე. 1 იანვრამდე, ესე იგი, 1 წლით გადავადებაც ეს არის მაქსიმალური ვადა სინამდვილეში ამ პროექტებზედაც უკვე დაწყებულია მუშაობა და ვფიქრობთ, რომ 1 ნახევარში უკვე წლის ესენი მთავრობას გამოცემული ექნება. გარდა ამისა, ფაქტობრივად უკვე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მსათარი ახალ მოდელზე კანონის აღსასრულებლად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვადები ცოტა შემჭიდროვებული იყო, სავალდებულო ნაწილში, ესე იგი, ავტორიზებული პირების ხელახალ რეგისტრაციის გადაყვანა 2026 წლის 1 იანვრამდე არ ესწრება, ამიტომ ეს ვადაც გადაიწევს ერთ წელზე ცოტა მეტი ვადით 2027 წლის 1 მაისამდე. ხაზგასმით აღნიშნავ სავალდებულო საყოველთაო რეგისტრაცია. თუმცა უკვე 2026 წლის 1 იანვრიდან სააგენტო მზად არის ნებაყოფლობით რეჟიმში, ვინც მოგმართავს რეგისტრაცია განახორციელოს, შემოწმოს მათ დოკუმენტაცია და შესაბამისობა და ეს პროცესი უკვე ასე ვთქვათ რეალიზაციაში გადავა. უბრალოდ სავალდებულო, ესე იგი, დედლაინი გადაიწევს 27 წლის 1 მაისამდე. ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს 2026 წლის 1 იანვრამდე გარკვეული მოქმედების განხორციელებას, ამიტომ გთხოვთ დაჩქარებული წესით მის განხილვას. მადლობა, მნიშვნელოვანი კანონპროექტია, მოგეხსენება თუ ჩვენი კომიტეტის სავალდებულო წესით იხილავს, კოლეგებს ხომ არ აქვს კითხვები? კი ბატონო. მოესწრება ხო ის დადგენილების გამოცემაც 1 მაისამდე? მთავრობამ რაც უნდა გამოსცეს ის დადგენილება, თქვენ თქვით რომ დაჩქარებულად ვიზამთო და კი ბატონო. ანუ კანონპროექტით გათვალისწინებულია დანარჩენი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა 2027 წლის 1 იანვრამდე. ანუ რამოდენიმე თვიანი ბუფერიც კი წარმოიქმნება, სანამ სავალდებულო რეგისტრაციის ვადა ამოიწურება. ყველა კანონქვემდებარე აქტი მანამდე გამოცემული იქნება და ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის. მადლობა, ვინაიდან დღეს სხვა კომიტეტებიც არის დაგეგმილი, ჩვენ საცალკე უყრით გენს, ვინ არის მომხრე, წარმოდგენილი საკითხი, რომ სრომკეჭი უყაროთ და დადეპუტატ შევხვდით, მადლობა, ერთხმაც მიღებულია. მეორე საკითხი, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც გამარტივებული წესით არის მოხსენებელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე. მოგესალმებით. იარაღის შესახებ საქართველოს კანონის 35 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება, კერძოდ სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების წარმოებისთვის, შეკეთებისთვის, ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ლიცენზიების მფლობელების ინტერესები, შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად აღსრულების მიზნით საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გამართვა. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ბიზნეს ოპერატორებთან, როგორც დედაქალაქში ის ფუნქციონირებს, ასევე რეგიონებში. გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსი მიღწეული, ანუ აქ ორი მთავარი საკითხია, ერთი რომ არ დაზარალდეს ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ასევე უნიშნულოვანესი არის უსაფრთხოების საკითხები, ანუ იარაღის კონტროლის, ვაჭრობის კონტროლი და შესაბამისად აი ამ ბალანსის დაცვისთვის დამატებით გვჭირდება კონსულტაციების გამართვა და ამიტომაც შემოსული ვართ თხოვნით, რომ აღნიშნული ვადა ამ ტექნიკური რეგლამენტის მთავრობისათვის წარდგენის ვადა გადაიწიოს 2027 წლის 1 იანვრამდე, რადგანაც მხოლოდ ვადის სრულებას ეხება, ამიტომაც წარმოდგენილია გამარტივებული წესით განსახილულად. დიახ. კითხვები თუ აქვს კოლეგებს? მადლობა. ამ საკითხსაც უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე რომ გამარტივებული წესით განვიხილოთ? მადლობა. წინააღმდეგი? შემდეგი საკითხი. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ჩვენ გახლავართ წამყვანი კომიტეტი, პირველი მოსმენა დაჩქარებული წესით და ასევე წარმოგიდგენს ბატონი გრიგოლი. დიახ, პირველი მოსმენით განხილვისათვის წარმოგიდგენთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკისა და არსებული სფეროების გათვალისწინებით სამინისტრო სისტემაში შეთავსებითი საქმიანობის საკითხების დაზუსტებას. კერძოდ აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის თავდაცვის ძალებში და სიპებში დასაქმებული არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულების მქონე პირები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, სამხედრო მოსამსახურეები და თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციის და სამედიცინო სფეროებში. კანონში 2023 წლის ოქტომბრიდან კანონი ითვალისწინებს საგამონაკლისო ნორმას, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სისტემაში დასაქმებული ყველა კატეგორიის პირისათვის შეთანხმების გარეშე შესაძლებელია ზემოაღნიშნულ სფეროებში შეთავსებითი საქმიანობა. აღნიშნული სფეროები წარმოადგენს სპეციფიურ დეფიციტურ სფეროებს და საჭიროებს მუდმივ პროფესიულ განვითარებას და ამისათვის, რომ განჭვრედადი იყოს და მკაფიო იყოს ამ საკითხების რეგულაციები, ვის აქვს შეთავსებითი საქმიანობა და რა სფეროებში, წარმოგიდგენთ შესაბამის ცვლილებებს. პირველი აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდება შეთავსებით საქმიანობის უფლების მოპოვების საკითხი, დაზუსტება სამინისტრო სისტემაში დასაქმებულ პირთა წრე, რომელთაც უფლება ექნებათ მხოლოდ ხელმძღვანელის ნებართვის შემთხვევაში განახორციელო შეთავსებით საქმიანობა სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფეროში და აქვე დაზუსტება თუ იგი სამინისტრო სისტემაში საქმიანობს ახორციელებს მითითებულ სფეროში. ანუ თუ არის IT სპეციალისტი, მას შეიძლება შეითავსოს მხოლოდ IT სპეციალობით პოზიცია. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნებათ სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი სიპის ხელმძღვანელსა და მათ მოადგილეებს, ანუ ეს წრეც დაზუსტება, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთეულების ხელმძღვანელებს, ანუ დეპარტამენტის უფროსი მოადგილე, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედ სიპში ასევე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. აქაც იგულისხმება სიპის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე. შემდეგი საკითხი, რაც რეგულირდება და ზუსტება, ეს არის თავდაცვის სამინისტროს მის სისტემაში მოქმედი სიპის მართვაში გადმოცემული ან მათ მიერ დაფუძნებული სუბიექტების ხელმძღვანელი ორგანოს პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაძლებელი გახდება ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ ანაზღაურების გარეშე ზემოაღნიშნულ სუბიექტებში საქმიანობა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სამეთვალყურე ორგანოს წევრი იგულისხმება, ეს საქმიანობა შეითავსოს.
მესამე ეს არის საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ დარეგულირდება, რომ ყველა კატეგორიის პირს უფლება აქვს განახორციელოს შეთავსებითი ანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. მოგეხსენებათ, რომ ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ნებისმიერ პროფესიულ მოხელეს უნდა იცოდეს მკაფიოდ კანონით, რომ მათ აქვთ უფლება შეითავსონ, ვინაიდან რეზერვში საქმიანობაც ანაზღაურებადი არის. კანონპროექტის მიღება საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან პროექტის წარმოდგენილ ინიციატივებში მიზანშეწონილია დარეგულირდეს ეს საკითხები დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. მადლობა, პრინციპში გასაგებია, თანხმედრაში მოდის სხვადასხვა კანონებთან. კითხვები ხომ არ აქვს კოლეგებს? მადლობთ, ამ საკითხს უყაროთ კეჭი, ვინ არის მომხრე? მადლობა. მეოთხე საკითხს წარმოგიდგენთ მე და ბატონი თენგიზი გაუძღვება. ბატონებო, განსახილველი გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. მოხსენებელი ბატონი ალექსანდრე ტაბადაძე. მადლობა, აღნიშნული ცვლილების არსი მდგომარეობს შემდეგში. პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანას. კერძოდ წვევამდეთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ვადის სამედიცინო შემოწმებისას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დამატებით სამედიცინო კვლევების გამოკვლევასაც. თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მერვე მუხლის თანახმად წვევამდეთა ეროვნულ სამსახურში გასაწვევი პირისთვის, ანუ წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით წვევამდეთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების სამედიცინო შემოწმებას და დამატებით კვლევებს ასევე დაკავშირებული ხარჯები უნდა დააფინანსოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს რეალურად ასეც ხდება, ჩვენ უბრალოდ ამ ცვლილებას ავსახავთ კოდექსში და ამისთვის წარმოგიდგენთ. კერძოდ დაზუსტება, რომ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შექმნის, ასევე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ვინაიდან აღნიშნული ღონისძიება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან, პროექტი წარმოდგენილია დაჩქარებული წესით. სულ ეს არის არცი. თუ კითხვები გაქვთ? კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ პირველი მოსმენით მოწანებული იქნას ჩვენ კომიტეტზე? მადლობთ. გიბრუნებთ. მადლობა კოლეგებო. დღევანდელი სხდომა დასრულებულია. წარმატებული დღე.